გახდება თუ არა საქართველო 2017 წელს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის მასპინძელი ქვეყანა ამ თემაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. საქართველოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე წელს უკვე მეათედ არის წარმოდგენილი. გამოფენაზე 23 გამომცემლობა და 15 ქართველი მწერალი არის მიწვეული. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ოფიციალური შეხვედრებისა და პრეზენტაციებისთვის განყოფილ ფორმატში ბიზნეს საუზმეში პირველად მონაწილეობს. ამ შეხვედრას საქართველოს საგამომცემლო სექტორი დაინტერესებული ყველა უცხოელი გამომცემელი და ლიტერატურული აგენტი ესწრება. წელს ყველაზე დიდი სტენდი გვაქვს იმ სტენდებისგან განსხვავებით, რომელიც ქონდა ადრე. და ეს თვალსაჩინოა ძალიან და ზოგი სტენდისაგან კიდევ ზოგი ქვეყნის სტენდისაგან კიდევ გამოვირჩევით ჩვენ. იმიტომ რომ ჩვენ უკვე საბოლოოდ ავიღეთ კურსი ასეთი, რომ პოპულარიზაცია რაც შეიძლება მეტი ქართული წიგნის. 15 ქართული მწერალია ჩამოსული წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, როგორც პროზაში მოღვაწე მწერლები, ასევე პოეზიაში და არამხატვრულ ლიტერატურაში. მე ვთვლი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 15 ქართული ხმა გაჟღერდება წელს ფრანკფურტში. ეს ასევე ძალიან მისასალმებელია და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ლიტერატურისთვის.